ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური ხეობა თავისი ლანდშაფტით, ხის ოდასახლებით, გარდამავალი საფეხმავლო ბილიკებით, ასევე საცხენოსნო ტურიზმის განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია ხეობას. ჩვენ დღესდღეობით კვლევის საფუძველზე ვიცით, რომ ხეობაში 100-150 ცხენი არის, თუმცა ეს ცხენის ყოლის ტრადიცია, მოვლა-პატრონობა ჯერჯერობით არ არის აღქმული, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ძალად. და სწორედ ეს პროექტი, საცხენოსნო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ შემთხვევაში თავლას, მანეჟს, ორ მანეჟს, აქედან ერთი არის, ესე ვთქვათ, 500 კაციან ტრიბუნაზე გათვლილი, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ახალი ტურისტული პროდუქტი შევქმნათ ხორჯომის ხეობაში, რაც თავისთავად ამ შემთხვევაში უპირობოდ პირველ რიგში არა მხოლოდ ეკონომიური კეთილდღეობის წინაპირობა იქნება, არამედ ასევე მოგცემს საშუალებას, რომ ესე ვთქვათ, ტრადიციების და ისტორიის გაცოცხლების საფუძველი გახდეს ეს ყველაფერი. როგორც კი, ასე ვთქვათ, თოვლის საფარი აღნიშნულ არეალზე აღარ გვექნება, ჩვენ აუცილებლად გამოცხადება ტენდერი და დავიწყებთ მშენებლობას. მშენებლობის ნაწილში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება მანეჟის მშენებლობა და თავლა პირველი ეტაპისთვის, მაგრამ ვფიქრობთ ასევე, რომ ეს პროექტი გამომდინარე იქნება, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული ერთეული გვაქვს. პროექტი იქნება გარდამავალი, ანუ საშუალოდ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ორწლიანი პროექტი, რომელშიც, ასე ვთქვათ, მოხდება ყველა არსებული ინფრასტრუქტურული ერთეულის მშენებლობა. ექსპლუატაციისთვის პირველი წელი საკმარისი არის, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეული, რომელიც არის მანეჟი ამ შემთხვევაში და თავლა და ეს აუცილებლად მომავალ წელს აშენდება. ამიტომ ეს არსებული ინფრასტრუქტურა მოგცემს იმის საშუალებას, რომ უკვე პროდუქტი შეიქმნას და ექსპლუატაციაში შევიდეს არსებული მომსახურება.